როდესაც 2003 წელს, ნოემბრის 23 დღეს, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები შევიდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის რეზიდენციაში, მათ აღმოაჩინეს რაღაც, რაც არ უნდა არსებულიყო. სამი სეიფი იყო ღია. ცარიელი. არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი ფინანსური ჩანაწერი, არც ერთი პირადი საქმე. მხოლოდ ცარიელი თაროები და მტვრის ფენა, რომელიც ადასტურებდა, რომ აქ ცოტა ხნის წინ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ინახებოდა. ოთახის კუთხეში იდო ერთადერთი ნივთი, შავი ტყავის პორტფელი, რომელიც ჩქარობით იყო დატოვებული. შიგნით იყო მხოლოდ ერთი ფურცელი ქაღალდი, სადაც ხელით იყო ჩაწერილი 12 სახელი. არავინ იცოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. არავინ იცოდა, რატომ იყო ეს სია დატოვებული. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ამ სიის ბოლოს იდო ერთი წინადადება, დაწერილი წითელი კალმით, ისინი იციან ყველაფერი. ვინ იყვნენ ეს 12 ადამიანი? რა იციან ისინი? და რატომ გაქრა ლევან მამალაძე იმ ღამეს, როდესაც მთელი საქართველოს ეიმობდა რევოლუციას? რაც აიღო თან ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში აძლევდა მას აბსოლუტურ ძალაუფლებას აღმოსავლეთ საქართველოზე? ლევან მამალაძე არ იყო უბრალო გუბერნატორი. ის იყო იმპერატორი. ადამიანი, რომელსაც ერთი სიტყვით შეეძლო ადამიანის ბედის გადაწყვეტა. ადამიანი, რომლის სახელის მოსმენაზე ხალხი ჩუმდებოდა. ადამიანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო ედუარდ შევარდნაძის მარჯვენა ხელი და ქვემო ქართლის არაოფიციალური მეფე. როდესაც ის გადიოდა ქუჩაში, მისი კორტეჟი შედგებოდა არანაკლებ 6 მანქანისგან. მისი დაცვის ჯგუფი იყო უკეთესად აღჭურვილი, ვიდრე ბევრი სამხედრო ნაწილი. მისი რეზიდენცია ცალკისში იყო ისეთი ფუფუნებით აღჭურვილი, რომ თვით პრეზიდენტის სასახლეც კი ჩანდა მოკრძალებულად. ის ატარებდა იტალიურ კოსტიუმებს, რომელთა ფასი აღემატებოდა საშუალო ქართველი მუშაკის წლიურ ხელფასს. მისი საათები იყო შვეიცარიული, მისი მანქანები გერმანული, მისი ცხოვრების წესი იმპერატორული. მაგრამ საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი? როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა, რომელიც იყო უბრალო პარტიული მუშაკი 90-იანი წლების დასაწყისში, 10 წლის განმავლობაში გადაქცეულიყო ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანად საქართველოში? პასუხი იმალებოდა იმ სისტემაში, რომელიც შეიქმნა 90-იანი წლების შუა პერიოდში. ქვემო ქართლი იყო სტრატეგიული რეგიონი. აქ გადიოდა ყველა მთავარი სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებდა საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აქ გადიოდა ნავთობის მილსადენები, აქ იყო საბაჟო პუნქტები, აქ ტრიალებდა ფული, უზარმაზარი, უსასრულო ფინანსური ნაკადები, რომლებიც არასოდეს ჩანდა ოფიციალურ ბიუჯეტში. და ლევან მამალაძე იყო ის ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ამ ნაკადებს. ის იყო კარიბჭე, რომლის გავლის გარეშეც არაფერი მოძრაობდა. ის იყო გასაღები, რომლის გარეშეც არც ერთი ბიზნესი ვერ იმუშავებდა. ის იყო ჩრდილი, რომელიც ფარავდა ყველაფერს, რაც ხდებოდა ამ რეგიონში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ლევან მამალაძე არ იყო მარტო. მას ჰყავდა გუნდი, 12 ადამიანი, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი. ისინი იყვნენ მისი თვალები, მისი ყურები, მისი ხელები. ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ ყველა საიდუმლო დავალებას. ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც იციან, სად დევს ყველა ჩაფლული ჭეშმარიტება იმ ეპოქის შესახებ. 2003 წელს, როდესაც თბილისში დაიწყო რევოლუცია, ლევან მამალაძე ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ შეძლებდა სიტუაციის კონტროლს. ის ცდილობდა მობილიზება გაეკეთებინა თავისი მხარდამჭერებისთვის. ის ცდილობდა შეენარჩუნებინა წესრიგი რეგიონში. ის ცდილობდა დაეცვა ის სისტემა, რომელიც 10 წლის განმავლობაში აძლევდა მას ძალაუფლებას. მაგრამ ნოემბრის 23 დღეს, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ გადადგა, ლევან მამალაძემ გაიგო, რომ თამაში დასრულდა. ის გაიგო, რომ ახალი ხელისუფლება არ აპატიებდა მას. ის გაიგო, რომ მას ჰქონდა მხოლოდ ერთი არჩევანი, გაქცევა. და ის გაიქცა. მაგრამ სად? და რატომ სწორედ იქ? და რაც აიღო თან, რაც იმდენად ფასეული იყო, რომ ახალი ხელისუფლება 10 წლის განმავლობაში ეძებდა მას. პირველად 30 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ლევან მამალაძის პირად უსაფრთხოებაზე, თანახმა გახდა ესაუბრა კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს რეჟიმის ბოლო კვირების შესახებ, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. პირადი საუბრებიდან ნიკოლოსსა და მის გარემოცვას შორის სასოწარკვეთილ გაქცევის გეგმებამდე იმ მომენტამდე, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა. ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სულს ჩაგიკრავთ. ამ ადამიანს ჰქვია გიორგი. ის არ არის მისი ნამდვილი სახელი, რადგან ის ჯერ კიდევ ეშინია შურისძიებისა.
ის იყო ლევან მამალაძის პირადი დაცვის ჯგუფის უფროსი 2001 წლიდან 2003 წლამდე. ის იყო ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერს. ის იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ორი ნაბიჯით უკან გუბერნატორისგან და უსმენდა ყველა საუბარს, ყველა ტელეფონის ზარს, ყველა საიდუმლო შეხვედრას. გიორგი იხსენებს, რომ ნოემბრის დასაწყისში, როდესაც თბილისში უკვე იწყებოდა უკმაყოფილება არჩევნების შედეგებით, ლევან მამალაძე ჯერ კიდევ იყო მშვიდი. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო კიდევ ერთი კრიზისი, რომელსაც ის გადალახავდა, ისევე როგორც გადალახა ბევრი სხვა კრიზისი წინა წლებში. ის ფიქრობდა, რომ მას ჰქონდა საკმარისი ძალა, საკმარისი ფული, საკმარისი კავშირები, რომ გადარჩენოდა. მაგრამ ნოემბრის შუა რიცხვებში რაღაც შეიცვალა. გიორგი იხსენებს ერთ ღამეს, როდესაც ლევან მამალაძემ მიიღო ტელეფონის ზარი. ეს იყო გრძელი საუბარი, რომელიც გაგრძელდა თითქმის 1 საათის განმავლობაში. გიორგი არ იცოდა, ვინ რეკავდა, მაგრამ ის ხედავდა, როგორ იცვლებოდა გუბერნატორის სახე საუბრის დროს. როდესაც ის დაასრულა ზარი, ის იჯდა თავის კაბინეტში უძრავად, თითქოს ქანდაკება იყო. შემდეგ ის თქვა მხოლოდ ერთი წინადადება, ისინი მოდიან ჩემთვის. გიორგი არ იცოდა, ვინ იყვნენ ისინი, მაგრამ ის გაიგო, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდებოდა. მომდევნო დღეებში ლევან მამალაძე იწყებს მზადებას. ის იწყებს დოკუმენტების განადგურებას. ის იწყებს ფულის გადარიცხვას საზღვარგარეთ. ის იწყებს საუბრებს თავის უახლოეს თანამშრომლებთან, იმ 12 ადამიანთან, რომლებიც იციან ყველაფერი. გიორგი იხსენებს, რომ ერთ საღამოს ნოემბრის 21 რიცხვს ლევან მამალაძემ შეკრიბა ისინი ყველანი თავის რეზიდენციაში ცალკისში. ეს იყო საიდუმლო შეხვედრა, რომელზეც არავინ იცოდა. ლევან მამალაძე უთხრა მათ, რომ თუ რაიმე მოხდება მასთან, ისინი უნდა დაინახონ ერთმანეთი და გაუზიარონ ერთმანეთს ის, რაც იციან. ის უთხრა მათ, რომ ისინი არიან ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან ჭეშმარიტება იმ ეპოქის შესახებ. ის უთხრა მათ, რომ ისინი არიან მისი სადაზღვევო პოლისი. მაგრამ რა იყო ეს ჭეშმარიტება? რა იციან ეს 12 ადამიანი, რაც იმდენად საშიში იყო ახალი ხელისუფლებისთვის? გიორგი არ გვიამბობს ყველაფერს. ის ამბობს, რომ ზოგიერთი საიდუმლოება უნდა დარჩეს საიდუმლოებად, რადგან ის ჯერ კიდევ აფასებს თავის სიცოცხლეს. მაგრამ ის გვიამბობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს. ის გვიამბობს, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა არქივი. ეს არ იყო უბრალო არქივი. ეს იყო კოლექცია დოკუმენტებისა, ჩანაწერებისა, აუდიო ფაილებისა და ვიდეო მასალებისა, რომელიც აღწერდა ყველაფერს, რაც ხდებოდა ქვემო ქართლში 90-იანი წლების შუა პერიოდიდან 2003 წლამდე. ეს იყო არქივი, რომელშიც იყო ინფორმაცია ყველა ფინანსური ოპერაციის შესახებ, ყველა საიდუმლო შეთანხმების შესახებ, ყველა ადამიანის შესახებ, რომლებიც იყვნენ ჩართულები ამ სისტემაში. ეს იყო არქივი, რომელიც შეეძლო გაენადგურებინა ბევრი ადამიანის კარიერა და სიცოცხლე. და ლევან მამალაძემ წაიღო ეს არქივი თან, როდესაც გაიქცა ნოემბრის 23 დღეს. ერთი კვირით ადრე, ვიდრე მოხდებოდა მისი გაქცევა, ლიდერს ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არ გამოჩნდა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში. უცხოელი წარმომადგენელი დაეშვა ღამით, გაატარა 1 საათი საპრეზიდენტო კაბინეტში და წავიდა ისე, რომ არავის მიესალმა. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ დიქტატორი გამოვიდა კაბინეტიდან თეთრი როგორც ქაღალდი. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია, თუ წაუკითხეს სასიკვდილო განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი? KGB-ის აგენტი, CIA-ის წარმომადგენელი, თუ ვიღაც ბევრად უფრო ძლიერი? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოება ლევან მამალაძის ბოლო დღეების შესახებ. ვინ იყო ის უცხოელი ვიზიტორი, რომელმაც ეწვია მას ნოემბრის 16 რიცხვს, ერთი კვირით ადრე, ვიდრე ედუარდ შევარდნაძე გადადგებოდა? რა ეთქვა მას იმ საუბარში, რომელმაც შეცვალა ყველაფერი? გიორგი, ლევან მამალაძის ყოფილი დაცვის უფროსი, იხსენებს იმ ღამეს ძალიან კარგად. ის იყო დეჟურებაში იმ საღამოს, როდესაც შავი მერსედესი შემოვიდა რეზიდენციის ტერიტორიაზე. მანქანა არ ჰქონდა სახელმწიფო ნომრები. მძღოლი არ წარმოადგინა თავი. მგზავრი იყო მაღალი, ელეგანტური მამაკაცი, დაახლოებით 50 წლის, რომელიც ატარებდა მუქი ფერის კოსტიუმს და ჰქონდა დიპლომატიური პორტფელი. ის არ ესაუბრებოდა არავის. ის პირდაპირ გაიარა ლევან მამალაძის კაბინეტში. გიორგი დარჩა კარის გარეთ, მაგრამ ის ისმენდა. ის ვერ გაიგო ყველა სიტყვა, მაგრამ ის ისმენდა ტონს. საუბარი იყო დაძაბული. უცხოელი ვიზიტორი საუბრობდა მშვიდად, მაგრამ მკაცრად. ლევან მამალაძე ცდილობდა დაეცვა თავი, მაგრამ მისი ხმა ხდებოდა უფრო და უფრო სუსტი.
საუბარი გაგრძელდა თითქმის 1 საათის განმავლობაში. როდესაც უცხოელი ვიზიტორი გამოვიდა, ის არ შეხედა არავის. ის უბრალოდ ჩაჯდა თავის მანქანაში და გაიქცა. გიორგი შევიდა კაბინეტში რამდენიმე წუთის შემდეგ. ლევან მამალაძე იჯდა თავის სავარძელში, უცქერდა ფანჯარას და არ ამოძრავებდა. მისი სახე იყო თეთრი. მისი ხელები კანკალებდა. გიორგი ჰკითხა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. ლევან მამალაძემ არ უპასუხა. ის უბრალოდ თქვა, მოამზადე მანქანა. ჩვენ უნდა წავიდეთ ჩრდილოეთით. გიორგი არ გაიგო, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ ის გაიგო, რომ რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა. მომდევნო დღეებში ლევან მამალაძე იწყებს ინტენსიურ მზადებას. ის იწყებს საუბრებს თავის კონტაქტებთან რუსეთში. ის იწყებს ფულის გადარიცხვას მოსკოვის ბანკებში. ის იწყებს დოკუმენტების შეფუთვას, იმ ცნობილ არქივს, რომელიც შეიცავდა ყველა საიდუმლოებას. გიორგი იხსენებს, რომ ლევან მამალაძე ამბობდა, რომ ეს არქივი იყო მისი სადაზღვევო პოლისი. ის ამბობდა, რომ სანამ ეს არქივი არსებობდა, არავინ შეეხებოდა მას. ის ამბობდა, რომ ეს არქივი იყო მისი გასაღები გადარჩენისკენ. მაგრამ ვინ იყო ის უცხოელი ვიზიტორი? რა ეთქვა მას? არსებობს რამდენიმე თეორია. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელი, რომელმაც შესთავაზა მას თავშესაფარი მოსკოვში სანაცვლოდ ინფორმაციისა. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო დასავლური დიპლომატი, რომელმაც გააფრთხილა მას, რომ ახალი ხელისუფლება აპირებდა მის დაპატიმრებას. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო ვიღაც ბევრად უფრო ძლიერი, ვიღაც, ვინც წარმოადგენდა იმ ძალებს, რომლებიც რეალურად აკონტროლებდნენ რეგიონს. გიორგი არ იცის ჭეშმარიტება. ის მხოლოდ იცის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ლევან მამალაძემ მიიღო გადაწყვეტილება გაქცევის შესახებ. ის იცის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ის იცის, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც ლევან მამალაძემ მიხვდა, რომ მისი იმპერია ინგრევა. ნოემბრის 23 დღეს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე გადადგა, ლევან მამალაძე არ დარჩა, რომ დაელოდა დაპატიმრებას. ის არ დარჩა, რომ ებრძოლა ახალ ხელისუფლებას. ის არ დარჩა, რომ დაეცვა თავისი იმპერია. ის გაიქცა. ის გაიქცა ჩრდილოეთით რუსეთისკენ, იმ ქვეყნისკენ, რომელიც იყო მისი ერთადერთი იმედი გადარჩენისთვის. გიორგი იხსენებს, რომ ბოლო რაც მან დაინახა, იყო შავი ჯიპი, რომელიც გაიქცა რეზიდენციიდან ღამის 2 საათზე. მანქანაში იჯდა ლევან მამალაძე, მისი მძღოლი და 2 დაცვის თანამშრომელი. მათ ჰქონდათ 2 დიდი ჩემოდანი და 1 შავი პორტფელი, ის ცნობილი არქივი, რომელიც შეიცავდა ყველა საიდუმლოებას. ისინი გაიქცნენ ჩრდილოეთით საზღვრისკენ, თავისუფლებისკენ. მაგრამ რა იყო ამ არქივში? რა საიდუმლოებები ინახებოდა იმ დოკუმენტებში, რომლებიც ლევან მამალაძემ წაიღო თან? და რატომ ახალი ხელისუფლება 10 წლის განმავლობაში ეძებდა მას, მაგრამ ვერასოდეს ვერ იპოვა ეს არქივი? ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ გადავრჩებოდით, ამბობს ყოფილი ოფიცერი ლევან მამალაძის პირადი დაცვიდან, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს 25 წლის შემდეგაც. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს 3 ყოფილი წევრი უშიშროების შიდა წრიდან საუბრობს პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით რეჟიმის ბოლო დღეების შესახებ. ეს ადამიანები იყვნენ იქ, როდესაც ლევან მამალაძე იღებდა ბოლო ზარებს, როდესაც ის სწავდა დოკუმენტებს, როდესაც ის ამზადებდა თავის გაქცევას. ისინი ხედავდნენ, როგორ იცვლებოდა მისი სახე, როდესაც ის იგებდა, რომ მისი იმპერია ინგრევა. ისინი ისმენდნენ მის ბოლო სიტყვებს, სანამ ის გაქცეულიყო ჩრდილოეთისკენ. და დღეს პირველად ისინი ამბობენ ჭეშმარიტებას. ზურაბი, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, იყო ერთ-ერთი იმ 2 დაცვის თანამშრომლიდან, რომლებიც თან ახლდნენ ლევან მამალაძეს იმ ღამეს, როდესაც ის გაიქცა. ის იხსენებს, რომ ნოემბრის 22 დღეს, 1 დღით ადრე, ვიდრე შევარდნაძე გადადგებოდა, ლევან მამალაძემ შეკრიბა თავისი უახლოესი თანამშრომლები და უთხრა მათ რაღაც, რაც არავინ მოელოდა. ის უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლება აპირებდა არა მხოლოდ მის დაპატიმრებას, არამედ მის ფიზიკურ განადგურებას. ის უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა სია, იმავე სია, რომელიც მოგვიანებით იპოვეს ცარიელ რეზიდენციაში, სადაც იყო ჩამოთვლილი 12 ადამიანი, რომლებიც უნდა გაქრებოდნენ რევოლუციის შემდეგ. ის უთხრა მათ, რომ ეს სია არ იყო მისი, ეს იყო სია, რომელიც მოვიდა უფრო მაღლა, ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. ზურაბი იხსენებს, რომ ლევან მამალაძე იმ საღამოს იყო განსხვავებული. ის არ იყო ის იმპერატორი, რომელსაც ყველანი იცნობდნენ.
ის იყო შეშინებული ადამიანი, რომელმაც მიხვდა, რომ მისი ძალაუფლება იყო ილუზია. ის იყო ადამიანი, რომელმაც მიხვდა, რომ ის იყო მხოლოდ ფიგურა დიდ თამაშში და ახლა ეს თამაში მთავრდებოდა. ლევან მამალაძემ უთხრა თავის ადამიანებს, რომ მას ჰქონდა გეგმა. ის უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა კონტაქტები რუსეთში, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას საზღვრის გადაკვეთაში. ის უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა ფული, რომელიც უკვე იყო გადარიცხული მოსკოვის ბანკებში. ის უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა არქივი, ის ცნობილი არქივი, რომელიც იყო მისი სადაზღვევო პოლისი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან უთხრა მათ, იყო ის, რომ ეს არქივი არ იყო მხოლოდ დოკუმენტების კოლექცია. ეს იყო რაღაც ბევრად უფრო ძლიერი. ზურაბი ამბობს, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა ჩანაწერები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები საუბრებისა, რომლებიც ხდებოდა მის კაბინეტში 10 წლის განმავლობაში. ეს იყო ჩანაწერები, სადაც ისმოდა ხმები ადამიანებისა, რომლებიც ახლა იყვნენ ძალაუფლებაში ან აპირებდნენ ძალაუფლებაში მოსვლას. ეს იყო ჩანაწერები, სადაც ისმოდა საუბრები ფულის გადანაწილების შესახებ, საიდუმლო შეთანხმებების შესახებ, კორუფციული სქემების შესახებ. ეს იყო ჩანაწერები, რომლებიც შეეძლო გაენადგურებინა არა მხოლოდ ლევან მამალაძის მტრები, არამედ მთელი პოლიტიკური სისტემა საქართველოში. და ლევან მამალაძე იცოდა ამის ღირებულება. ის იცოდა, რომ სანამ ეს ჩანაწერები არსებობდა, ის იყო დაცული. ის იცოდა, რომ ეს იყო მისი ერთადერთი შანსი გადარჩენისთვის. მაგრამ რა იყო ამ ჩანაწერებში? ვინ ისმოდა იმ საუბრებში? და რატომ ახალი ხელისუფლება იმდენად ეშინოდა ამ არქივის? წარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იციან ყველაფერი ლევან მამალაძის შესახებ, ყველა სამედიცინო საიდუმლოება, ყველა გაქცევის გეგმა, ყველა დამალული გვირაბი თბილისის ქვეშ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება თუ გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე. ნოემბრის 22 დღეს 2003 წელს ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რამ აიძულა ისინი ღალატის ჩადონ თავიანთ უზენაეს ხელმძღვანელს? ეს არის ისტორია იმ ღამის შესახებ, როდესაც ლევან მამალაძის შიდაწრე დაიშალა. ეს არის ისტორია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც იციან ყველაფერი, მაგრამ 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ ჩუმს. ეს არის ისტორია იმ ღალატის შესახებ, რომელმაც დაასრულა ერთი ეპოქა და დაიწყო მეორე. გიორგი, ლევან მამალაძის ყოფილი დაცვის უფროსი, ამბობს, რომ ნოემბრის 22 დღის საღამოს, როდესაც ლევან მამალაძე შეკრიბა თავის უახლოეს თანამშრომლებს, ოთახში იყო განსაკუთრებული დაძაბულობა. ყველა მიცოდა, რომ რაღაც ხდებოდა. ყველა მიცოდა, რომ ეს შეიძლება იყოს მათი ბოლო შეხვედრა. ლევან მამალაძემ უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა გეგმა გაქცევისთვის, მაგრამ ის არ შეეძლო წაიყვანა ყველანი. ის უთხრა მათ, რომ მას შეეძლო წაიყვანა მხოლოდ 2 ან 3 ადამიანი. ის უთხრა მათ, რომ დანარჩენებმა უნდა დარჩენილიყვნენ და ეცადათ გადარჩენა თავად. ის უთხრა მათ, რომ ისინი უნდა დაინგრიათ ყველა დოკუმენტი, რომელიც შეეძლო გამოეყენებინათ მათ წინააღმდეგ. ის უთხრა მათ, რომ ისინი უნდა დაეხმარათ ერთმანეთს და არასოდეს ესაუბრათ იმის შესახებ, რაც იციან. გიორგი იხსენებს, რომ იმ მომენტში ოთახში დადგა სიჩუმე. ყველანი უყურებდნენ ერთმანეთს, ცდილობდნენ გაეგოთ, ვინ წავიდოდა ლევან მამალაძესთან და ვინ დარჩებოდა. ყველანი ცდილობდნენ გაეგოთ, ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ლევან მამალაძე ენდობოდა ყველაზე მეტად. და მაშინ მოხდა რაღაც, რაც არავინ მოელოდა. ერთ-ერთმა ადამიანმა, გიორგი არ ამბობს მის სახელს, წამოდგა და თქვა, რომ ის არ წავიდოდა. ის თქვა, რომ ის დარჩებოდა და ეცადა გადარჩენა თავისი ოჯახისთვის. ის თქვა, რომ ის არ აპირებდა გაქცევას, რადგან ის არ იყო დამნაშავე. ის თქვა, რომ ის ესაუბრებოდა ახალ ხელისუფლებას და უამბობდა მათ ყველაფერს, რაც იცოდა, თუ ეს დაეხმარებოდა მას თავისი სიცოცხლის გადარჩენაში. გიორგი ამბობს, რომ ლევან მამალაძე უყურებდა ამ ადამიანს გრძელი წუთების განმავლობაში. მისი სახე იყო უემოციო, მაგრამ მის თვალებში იყო რაღაც, რაც გიორგი არასოდეს დაივიწყებს. ეს იყო ტკივილი. ეს იყო იმედგაცრუება. ეს იყო გაგება იმისა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ის მუშაობდა 10 წლის განმავლობაში, ინგრეოდა. ლევან მამალაძემ არაფერი თქვა. ის უბრალოდ დაუკივა თავი და თქვა, გააკეთე რაც გგონია, რომ სწორია. შემდეგ ის მიუბრუნდა დანარჩენებს და თქვა, ვინც მოდის ჩემთან მოემზადეთ. ჩვენ გავდივართ ღამის 2 საათზე. ოთახში კვლავ დადგა სიჩუმე. ყველანი უყურებდნენ ერთმანეთს, ცდილობდნენ გაეგოთ, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც ახლახან ღალატის ჩადო. ყველანი ცდილობდნენ გაეგოთ, ვინ იქნებოდა შემდეგი. გიორგი არ ამბობს, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც ღალატის ჩადო.
ის ამბობს, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია და ცხოვრობს საქართველოში. ის ამბობს, რომ ეს ადამიანი არასოდეს დაისაჯა თავისი ღალატისთვის. ის ამბობს, რომ ეს ადამიანი გახდა წარმატებული ბიზნესმენი ახალი ხელისუფლების დროს. მაგრამ გიორგი ამბობს კიდევ რაღაც, რაც ბევრად უფრო საინტერესოა. ის ამბობს, რომ ეს ადამიანი არ იყო ერთადერთი, ვინც ღალატის ჩადო. ის ამბობს, რომ იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იციან ყველაფერი, მხოლოდ 5 დარჩა ერთგული ლევან მამალაძისადმი. დანარჩენი 7, ნახევარზე მეტი, გადავიდა ახალი ხელისუფლების მხარეს. ისინი გახდნენ მოწმეები, ისინი გახდნენ ინფორმატორები, ისინი გახდნენ ის ადამიანები, რომლებმაც დაეხმარნენ ახალ ხელისუფლებას ლევან მამალაძის იმპერიის განადგურებაში. მაგრამ რატომ? რა მაიძულა ისინი ღალატის ჩადონ ადამიანს, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ 10 წლის განმავლობაში? ცოტა ადამიანმა იცის, რომ უზენაესი ამხანაგი, საჯაროდ მტკიცე ათეისტი, კანკალებდა წყევლებისა და წინასწარმეტყველებების წინაშე. ელენა მამალაძის პირად არქივებში იპოვეს ჩანაწერი საიდუმლო ვიზიტის შესახებ ერთ მკითხავთან აფხაზეთის მთებიდან, მხოლოდ 1 წლით ადრე, ვიდრე მოხდებოდა გაქცევა. რა უთხრა ამ ქალმა მას? რატომ დაიწყო დიქტატორმა უეცრად თავისი დაცვის ჯგუფის შეცვლა ამ ვიზიტის შემდეგ? დღეს ჩვენ ხსნით მისტიკურ და პარანოიულ სახეს რეჟიმისა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთი ადამიანის შიშის ზებუნებრივის წინაშე შეცვალა მთელი რეგიონის ბედი. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთი წინასწარმეტყველება გახდა თვითშესრულებადი წინასწარმეტყველება. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ძალაუფლება აქცევს ადამიანებს პარანოიკებად. მარიამი, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც მუშაობდნენ ლევან მამალაძის რეზიდენციაში. ის იყო მისი პირადი მდივანი 2001 წლიდან 2003 წლამდე. ის იხსენებს, რომ 2002 წელს გაზაფხულზე ლევან მამალაძე გახდა განსხვავებული. ის გახდა უფრო ნერვიული, უფრო ეჩვიანი, უფრო შეშინებული. ის იწყებდა ხედვას ჩრდილებს ყველგან. ის იწყებდა ეჩვს ყველას. ის იწყებდა შიშს იმისა, რომ ვიღაც აპირებდა მის მოკვლას. მარიამი არ იცოდა, რა იყო მიზეზი ამ ცვლილებისა, მაგრამ მოგვიანებით ის გაიგო, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა საიდუმლო ვიზიტი ერთ ქალთან, რომელიც ცხოვრობდა აფხაზეთის მთებში და რომელსაც ადგილობრივი ხალხი უწოდებდა მხედველს. მარიამი ამბობს, რომ ეს ვიზიტი მოხდა ღამით, სრული საიდუმლოებით. ლევან მამალაძე წავიდა მარტო, მხოლოდ ერთი მძღოლით. ის დაბრუნდა გამთენიისას, თეთრი როგორც ქაღალდი. ის არ ესაუბრა არავის იმის შესახებ, რაც მოხდა იმ ღამეს. მაგრამ მომდევნო დღეებში ის იწყებს უცნაურ ქცევას. ის იწყებს თავისი დაცვის ჯგუფის შეცვლას. ის იწყებს ახალი ადამიანების დაქირავებას, ადამიანებს, რომლებსაც არ ჰქონდათ კავშირი მის ძველ გუნდთან. ის იწყებს თავისი მარშრუტების შეცვლას, ის აღარ დადის იმავე გზებით, რომლებითაც ადრე დადიოდა. ის იწყებს თავისი საკვების შემოწმებას, ის აიძულებს თავის მზარეულს, რომ პირველად გემოს ყველაფერი, რასაც ის ჭამს. ის იწყებს თავისი წყლის შემოწმებას, ის სვამს მხოლოდ დალუქულ წყალს, რომელსაც ის პირადად ყიდულობს. ის იწყებს თავისი ოთახის შემოწმებას, ის ეძებს დამალულ მიკროფონებს, დამალულ კამერებს, დამალულ საფრთხეებს. მარიამი იხსენებს, რომ ერთხელ 2002 წლის ზაფხულში ლევან მამალაძე გამოვიდა თავისი კაბინეტიდან და უთხრა მას რაღაც, რაც მან არასოდეს დაივიწყა. ის უთხრა, მარიამ, თუ რაიმე მოხდება ჩემთან, თუ ვიღაც მოკლავს მე, შენ უნდა იცოდე, რომ ეს არ იქნება უბრალო მკვლელობა. ეს იქნება შურისძიება. ეს იქნება გადახდა იმისთვის, რაც მე ვიცი. ეს იქნება გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ცდილობს ჩემი გზით სიარულს. მარიამი არ გაიგო, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ ის დაინახა მის თვალებში შიში, ნამდვილი, ღრმა, პარალიზებული შიში. ეს იყო შიში ადამიანისა, რომელმაც იცოდა, რომ მისი დღეები იყო დათვლილი. ეს იყო შიში ადამიანისა, რომელმაც იცოდა, რომ მისი იმპერია იყო აშენებული ქვიშაზე. ეს იყო შიში ადამიანისა, რომელმაც იცოდა, რომ ის იყო მხოლოდ ფიგურა დიდ თამაშში და ახლა ეს თამაში მთავრდებოდა. მარიამი ამბობს, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა ერთი განსაკუთრებული შიში, შიში ღალატისა. ის ეშინოდა, რომ ვიღაც მისი უახლოესი ადამიანებიდან ღალატს ჩადიოდა. ის ეშინოდა, რომ ვიღაც მისი გუნდიდან მუშაობდა ახალი ხელისუფლებისთვის. ის ეშინოდა, რომ ვიღაც მისი დაცვის ჯგუფიდან აპირებდა მის მოკვლას. და ეს შიში არ იყო უსაფუძვლო. მარიამი ამბობს, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც მოვიდა მისი კონტაქტებიდან უშიშროების სამსახურებში, რომ ახალი ხელისუფლება აპირებდა არა მხოლოდ მის დაპატიმრებას, არამედ მის ფიზიკურ განადგურებას.
ის ამბობს, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა სია, იმავე სია, რომელიც მოგვიანებით იპოვეს ცარიელ რეზიდენციაში, სადაც იყო ჩამოთვლილი 12 ადამიანი, რომლებიც უნდა გაქრებოდნენ რევოლუციის შემდეგ. და ლევან მამალაძის სახელი იყო პირველი ამ სიაში. მარიამი იხსენებს, რომ ნოემბრის 22 დღის საღამოს, როდესაც ლევან მამალაძე ემზადებოდა გაქცევისთვის, ის შევიდა მის კაბინეტში და დაინახა რაღაც, რაც მან არასოდეს დაივიწყა. ლევან მამალაძე იჯდა თავის მაგიდასთან და წვავდა დოკუმენტებს. ის წვავდა ფოტოებს, ის წვავდა წერილებს, ის წვავდა ჩანაწერებს. მაგრამ ის არ წვავდა ყველაფერს. ის ინახავდა ზოგიერთ დოკუმენტს, ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს და აწყობდა მათ ორ დიდ ჩემოდანში. მარიამი ჰკითხა მას, რას აკეთებდა. ლევან მამალაძემ უპასუხა, მე ვინახავ ჩემს სადაზღვევო პოლისს. მე ვინახავ ჩემს გასაღებს გადარჩენისკენ. მე ვინახავ ჩემს შურისძიებას. მარიამი არ გაიგო, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ ის დაინახა მის თვალებში რაღაც, რაც იყო ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე შიში. ეს იყო სიძულვილი. ეს იყო სიძულვილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ღალატის ჩადეს. ეს იყო სიძულვილი იმ სისტემის მიმართ, რომელმაც მას გამოიყენა და შემდეგ გადააგდო. ეს იყო სიძულვილი, რომელიც აპირებდა გადარჩენას და შურისძიებას. ნოემბრის 23 დღეს, ღამის 2 საათზე, ლევან მამალაძე გაიქცა. ის გაიქცა ჩრდილოეთისკენ, რუსეთისკენ, თავისუფლებისკენ. მაგრამ ის არ გაიქცა მარტო. ის წაიღო თან ორი დიდი ჩემოდნები, რომლებიც შეიცავდნენ მის არქივს, მის სადაზღვევო პოლისს, მის გასაღებს გადარჩენისკენ. ის წაიღო თან ორი ერთგული ადამიანები, რომლებმაც არ ღალატის ჩადეს, ადამიანები, რომლებმაც დარჩნენ ერთგულები ბოლომდე. და ის დატოვა უკან ერთი რამ, იმ ცნობილ სიას 12 სახელით და ერთი წინადადებით წითელი კალმით, ისინი იციან ყველაფერი. ეს იყო გაფრთხილება. ეს იყო მუქარა. ეს იყო დაპირება შურისძიების. მაგრამ ვის მიმართ იყო ეს გაფრთხილება? ვინ იყვნენ ეს 12 ადამიანი? და რა იციან ისინი, რაც იმდენად საშიშია, რომ ახალი ხელისუფლება 10 წლის განმავლობაში ეძებდა მათ, მაგრამ ვერასოდეს ვერ იპოვა. ლევან მამალაძის სასახლის ქვეშ არსებობდა გვირაბები და ბუნკერები, რომლებსაც დღესაც კი არ იცნობენ ოფიციალური არქიტექტორები. ვინ ააშენა ისინი საიდუმლოდ? სად მიდიოდნენ ეს გვირაბები? და რატომ რეჟიმის ბოლო დღეებში ელენა მამალაძე პირადად ამოწმებდა ამ გაქცევის მარშრუტებს ყოველ ღამე? პირადმა დაცვამ შეინარჩუნა ეს საიდუმლოებები 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ დღეს ისინი საუბრობენ პირველად. ეს არის ისტორია იმ დამალული სამყაროს შესახებ, რომელიც არსებობდა ქვემო ქართლის გუბერნატორის ფეხქვეშ, სამყარო, რომელიც აშენებული იყო შიშზე, პარანოიაზე და გადარჩენის ინსტინქტზე. ეს არის ისტორია იმ გვირაბების შესახებ, რომლებმაც უნდა გადაერჩინათ ლევან მამალაძე და მისი ოჯახი, მაგრამ რომლებიც საბოლოოდ გახდნენ მხოლოდ ძეგლი ერთი იმპერიის დაცემისა. ვახტანგი, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, იყო ერთ-ერთი იმ ინჟინრებიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ საიდუმლო გვირაბების მშენებლობაში. ის იხსენებს, რომ პროექტი დაიწყო 2000 წელს, როდესაც ლევან მამალაძე უკვე იყო ძალაუფლების მწვერვალზე, მაგრამ უკვე იწყებდა შიშს იმისა, რომ ეს ძალაუფლება შეიძლება დაკარგულიყო. ვახტანგი ამბობს, რომ მშენებლობა ხდებოდა სრული საიდუმლოებით, მუშები მოდიოდნენ ღამით, მათ არ ჰქონდათ უფლება ესაუბრათ ერთმანეთთან, მათ არ ჰქონდათ უფლება გაეზიარებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც მუშაობდნენ. ყოველი მუშა იცოდა მხოლოდ თავისი ნაწილი პროექტისა, არავინ იცოდა სრული სურათი, გარდა ლევან მამალაძისა და 2 ან 3 მისი უახლოესი თანამშრომლისა. ვახტანგი იხსენებს, რომ გვირაბები იყო რთული სისტემა, რომელიც აკავშირებდა რეზიდენციას ცალკეში რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციასთან თბილისის გარშემო. ერთი გვირაბი მიდიოდა სამხედრო ბაზისკენ, სადაც ლევან მამალაძეს ჰქონდა ერთგული ადამიანები. მეორე გვირაბი მიდიოდა კერძო აეროდრომისკენ, სადაც ყოველთვის იდგა ერთი მცირე თვითმფრინავი, მზად გასაფრენად. მესამე გვირაბი მიდიოდა საზღვრის მიმართულებით, ეს იყო ყველაზე გრძელი და ყველაზე საიდუმლო გვირაბი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ყველა სხვა გზა იქნებოდა დაბლოკილი. ვახტანგი ამბობს, რომ ამ გვირაბების მშენებლობას დასჭირდა თითქმის 3 წელი და დაჯდა უზარმაზარი თანხა, რომელიც არასოდეს გამოჩნდა ოფიციალურ ბიუჯეტში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ლევან მამალაძე არ ენდობოდა თვით ამ გვირაბებსაც კი. ვახტანგი იხსენებს, რომ 2002 წელს, როდესაც მშენებლობა დასრულდა, ლევან მამალაძემ უბრძანა მას, რომ შეეცვალა გეგმები, რომ დაემატებინა დამატებითი გასასვლელები, დამალული კარები, ცრუ მარშრუტები, რომლებიც მიდიოდნენ არსად. ის უთხრა ვახტანგს, რომ ის ეშინოდა, რომ ვიღაც შეიძლება გაეგო ამ გვირაბების შესახებ და გამოიყენოს ისინი მის წინააღმდეგ.
ის უთხრა ვახტანგს, რომ ის ეშინოდა, რომ ვიღაც მისი გუნდიდან შეიძლება ღალატის ჩადოს და გაუმხილოს ეს საიდუმლოება მის მტრებს. ის უთხრა ვახტანგს, რომ ის ეშინოდა, რომ ეს გვირაბები, რომლებიც უნდა გადაერჩინათ, შეიძლება გადაქცეულიყვნენ მის სამარეში. ვახტანგი ამბობს, რომ ნოემბრის 22 დღის საღამოს, ერთი დღით ადრე, ვიდრე ლევან მამალაძე გაიქცეოდა, მას დაურეკა ლევან მამალაძის ცოლმა და უთხრა, რომ მოსულიყო რეზიდენციაში. როდესაც ის მივიდა, ის დაინახა რაღაც, რაც მან არასოდეს დაივიწყა. ელენა მამალაძე პირადად ამოწმებდა გვირაბებს, ის დადიოდა თითოეულ გვირაბში, ამოწმებდა თითოეულ კარს, ამოწმებდა თითოეულ გასასვლელს. ის ატარებდა ფარდას და ფარდას, თითქოს ემზადებოდა ომისთვის. ის ატარებდა ჩანთას, სადაც იყო დოკუმენტები, ფული, ოქრო. ის ატარებდა იარაღს, პატარა პისტოლეტს, რომელიც ის ინახავდა თავის ხელჩანთაში. ვახტანგი ჰკითხა მას, რას აკეთებდა. ელენა მამალაძემ უპასუხა, ვემზადები უარესისთვის. ვემზადები იმისთვის, რომ თუ ისინი მოვლენ ჩვენთვის, ჩვენ გვქონდეს გზა გაქცევისთვის. ვემზადები იმისთვის, რომ თუ ყველაფერი ჩაიშლება, ჩვენ მაინც გადავრჩეთ. ვახტანგი იხსენებს, რომ ელენა მამალაძე იმ საღამოს იყო განსხვავებული. ის არ იყო ის ელეგანტური, თავდაჯერებული ქალი, რომელსაც ყველანი იცნობდნენ. ის იყო შეშინებული ადამიანი, რომელმაც მიხვდა, რომ მისი სამყარო ინგრეოდა. ის იყო ადამიანი, რომელმაც მიხვდა, რომ ყველა ის ფუფუნება, ყველა ის ძალაუფლება, ყველა ის პრივილეგია, რომელიც მას ჰქონდა 10 წლის განმავლობაში, იყო აშენებული ქვიშაზე. ის იყო ადამიანი, რომელმაც მიხვდა, რომ ის იყო მხოლოდ ფიგურა დიდ თამაშში და ახლა ეს თამაში მთავრდებოდა. ვახტანგი ჰკითხა მას, სად იყო ლევან მამალაძე. ელენა მამალაძემ უპასუხა, ის წვავს დოკუმენტებს. ის წვავს ჩვენს წარსულს. ის წვავს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოყენებულიყო ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ ის არ წვავს ყველაფერს. ის ინახავს ყველაზე მნიშვნელოვანს, ის ინახავს ჩვენს სადაზღვეო პოლისს. ვახტანგი არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ მომდევნო დღეს, როდესაც ლევან მამალაძე გაიქცა, ვახტანგმა გაიგო. ლევან მამალაძე არ გამოიყენა გვირაბები. ის არ გამოიყენა იმ რთულ სისტემას, რომლის აშენებას დასჭირდა 3 წელი და უზარმაზარი თანხა. ის უბრალოდ ჩაჯდა მანქანაში და გაიქცა ჩრდილოეთისკენ, ჩვეულებრივი გზით, თითქოს ის იყო უბრალო მოქალაქე. რატომ? რატომ არ გამოიყენა ის იმ საიდუმლო გვირაბებს, რომლებიც სპეციალურად იყო აშენებული მისი გადარჩენისთვის? ვახტანგს აქვს თავისი თეორია. ის ამბობს, რომ ლევან მამალაძე იცოდა, რომ ვიღაც მისი გუნდიდან უკვე ღალატის ჩადა. ის იცოდა, რომ ვიღაც უკვე გაუმხილა ახალ ხელისუფლებას ამ გვირაბების შესახებ. ის იცოდა, რომ თუ ის გამოიყენებდა გვირაბებს, ის იქნებოდა ხაფანგში. ამიტომ ის აირჩია ყველაზე მარტივი გზა, ის აირჩია გზა, რომელსაც არავინ მოელოდა. და ეს გადაარჩინა მას. უშიშროების სამსახურმა ლევან მამალაძის შესახებ ინახავდა საიდუმლო საქაღალდეებს კოდით 0544 საქაღალდეები იმდენად საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში. ამ საქაღალდეებში იყო ინფორმაცია დიქტატორის ნამდვილი ჯანმრთელობის შესახებ, რევოლუციის შემთხვევაში გაქცევის გეგმების შესახებ და რაღაც ბევრად უფრო შოკის მომგვრელის შესახებ, რეალური ურთიერთობები ელენასა და რეჟიმის მახლობელ ადამიანებს შორის. რატომ განადგურდა ეს საქაღალდეები სწორედ იმ დღეს, როდესაც მოხდა გაქცევა? ეს არის ისტორია იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებიც არასოდეს უნდა არსებულიყო. ეს არის ისტორია იმ საიდუმლოებების შესახებ, რომლებიც იმდენად საშიში იყო, რომ მათი განადგურება გახდა პრიორიტეტი თვით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აპირებდნენ ლევან მამალაძის დაპატიმრებას. თამარი, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც მუშაობდნენ უშიშროების სამსახურის არქივში 2001 წლიდან 2003 წლამდე. ის იხსენებს, რომ საქაღალდეები კოდით 0544 იყო განსაკუთრებული. ისინი ინახებოდნენ სპეციალურ სეიფში, რომელსაც ჰქონდა 3 განსხვავებული საკეტი. ამ სეიფის გასაღებები ჰქონდათ მხოლოდ 3 ადამიანს, უშიშროების სამსახურის უფროსს, ლევან მამალაძეს და ერთ სხვა ადამიანს, რომლის სახელს თამარი არ ამბობს. თამარი ამბობს, რომ ის არასოდეს ჰქონია წვდომა ამ საქაღალდეებზე, მაგრამ ის იცოდა, რა იყო მათში, რადგან ის ისმენდა საუბრებს თავის კოლეგებს შორის. თამარი ამბობს, რომ ამ საქაღალდეებში იყო ინფორმაცია ლევან მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ, ინფორმაცია, რომელიც არასოდეს გამოჩნდა ოფიციალურ დოკუმენტებში. ის ამბობს, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა სერიოზული პრობლემები გულთან, რომელიც იწყებოდა 2000 წელს. ის ამბობს, რომ ლევან მამალაძე იღებდა ძლიერ მედიკამენტებს, რომლებიც ჩამოჰქონდა სპეციალურად გერმანიიდან და შვეიცარიიდან.
ის ამბობს, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა პირადი ექიმი, რომელიც ამოწმებდა მის მდგომარეობას ყოველ დღე და აწერდა დეტალურ ანგარიშებს, რომლებიც ინახებოდა ამ საიდუმლო საქაღალდეებში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ ანგარიშებში იყო ინფორმაცია არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ, არამედ ფსიქიკური მდგომარეობის შესახებაც. თამარი ამბობს, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა პრობლემები ძილთან, ის ძალიან ცოტა სცინავდა, ხშირად იღვიძებდა ღამის შუაში ოფლიანი და შეშინებული. ის ამბობს, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა პრობლემები კონცენტრაციასთან, ის ხშირად ივიწყებდა რაღაცეებს, ხშირად იბნეოდა საუბრებში, ხშირად იმეორებდა ერთსა და იმავეს. ის ამბობს, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა პრობლემები ნერვებთან, ის ხშირად ფეთქდებოდა, ხშირად ყვიროდა თავის თანამშრომლებზე, ხშირად ეჩვიანობდა ყველას. ექიმები წერდნენ, რომ ეს იყო სიმპტომები ქრონიკული სტრესისა და პარანოისა, სიმპტომები, რომლებიც ხდებოდა უფრო და უფრო ძლიერი 2002 წლიდან 2003 წლამდე. ექიმები წერდნენ, რომ ლევან მამალაძეს სჭირდებოდა დახმარება, ფსიქოლოგიური დახმარება, რომელსაც ის არასოდეს არ მიიღებდა, რადგან ის ეშინოდა, რომ ეს გამხდარიყო მისი სისუსტის ნიშანი. თამარი იხსენებს, რომ ნოემბრის 23 დღეს, იმ დღეს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე გადადგა და ლევან მამალაძე გაიქცა, რაღაც უცნაური მოხდა არქივში. დილის 9 საათზე, როდესაც თამარი მივიდა სამსახურში, ის დაინახა, რომ სეიფი, სადაც ინახებოდა საქაღალდეები კოდით 0544 იყო ღია. ცარიელი. ყველა დოკუმენტი გაქრა. თამარი ჰკითხა თავის უფროსს, რა მოხდა. უფროსმა უთხრა, რომ საქაღალდეები განადგურდა ბრძანებით უფრო მაღლა, ბრძანებით, რომელიც მოვიდა პირდაპირ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობიდან. თამარი ჰკითხა, რატომ. უფროსმა უპასუხა, რადგან ამ საქაღალდეებში იყო ინფორმაცია, რომელიც შეეძლო დაეზიანებინა ბევრი ადამიანები, რომლებიც ახლა არიან ძალაუფლებაში ან აპირებენ ძალაუფლებაში მოსვლას. ამ საქაღალდეებში იყო ინფორმაცია, რომელიც შეეძლო გამოეყენებინა შანტაჟისთვის, მუქარისთვის, განადგურებისთვის. ამიტომ ისინი უნდა განადგურებულიყვნენ. თამარი ამბობს, რომ ის არასოდეს გაიგო, ვინ მისცა ბრძანება ამ საქაღალდეების განადგურების შესახებ. ის ამბობს, რომ ის არასოდეს გაიგო, რა ზუსტად იყო ამ საქაღალდეებში, რაც იმდენად საშიში იყო. მაგრამ ის იცის ერთი რამ, ის იცის, რომ ეს საქაღალდეები არ იყო ერთადერთი ასლები. ის იცის, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა თავისი ასლები, რომლებიც ის წაიღო თან, როდესაც გაიქცა. ის იცის, რომ ეს ასლები იყო ნაწილი იმ ცნობილი არქივისა, რომელიც იყო მისი სადაზღვევო პოლისი. და ის იცის, რომ სადღაც რუსეთში ლევან მამალაძე ინახავს ამ დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავენ საიდუმლოებებს, რომლებიც შეეძლო შეეცვალა საქართველოს ისტორია. მაგრამ რა არის ამ დოკუმენტებში? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებზეც საუბრობს ეს დოკუმენტები? და რატომ ლევან მამალაძე არასოდეს არ გამოიყენა ეს დოკუმენტები თავისი დასაცავად? წარმოიდგინეთ თქვენი უკანასკნელი ადამიანი, რომელსაც სრულად ენდობით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი გღალატობთ თქვენი ცხოვრების ყველაზე შავ დღეს. ასე მოხდა ლევან მამალაძესთან. ერთმა ადამიანმა მისი შიდა წრიდან გაყიდა ის არმიისთვის. უშიშროების ყოფილმა კადრებმა იციან ეს ისტორია. მათ შეინარჩუნეს ჩუმი 25 წლის განმავლობაში. დღეს, პირველად ისინი ეტყვიან ჭეშმარიტებას საქართველოს თანამედროვე ისტორიის უდიდესი ღალატის შესახებ. ეს არის ისტორია იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მისი სიცოცხლე უფრო ღირებული იყო, ვიდრე მისი ერთგულება. ეს არის ისტორია იმ ღალატის შესახებ, რომელმაც დაასრულა ლევან მამალაძის იმპერია და დაიწყო ახალი ეპოქა საქართველოში. ნინო, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც იყვნენ ლევან მამალაძის შიდა წრეში. ის იყო მისი ფინანსური მრჩეველი 2001 წლიდან 2003 წლამდე. ის იცოდა ყველაფერი ლევან მამალაძის ფინანსური ოპერაციების შესახებ, ის იცოდა, სად იყო ფული, როგორ გადაირიცხებოდა ის, ვინ იღებდა მას. ის იყო ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იციან ყველაფერი. და ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებმაც ღალატი სჩადეს. ნინო იხსენებს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც თბილისში უკვე იწყებოდა რევოლუცია, მას დაუკავშირდა ერთი ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა ახალ ხელისუფლებას. ეს ადამიანი შესთავაზა მას გარიგებას, თუ ის მისცემდა ინფორმაციას ლევან მამალაძის ფინანსური ოპერაციების შესახებ, თუ ის დაეხმარებოდა ახალ ხელისუფლებას ლევან მამალაძის ქონების დაბლოკვაში, მაშინ ის იქნებოდა დაცული. მას არ დაპატიმრებდნენ, მას არ დასჭიდნენ, მას შეეძლებოდა გაეგრძელებინა თავისი ცხოვრება ახალ საქართველოში. ნინო ამბობს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა ამ შეთავაზებაზე. ის ფიქრობდა თავის ოჯახზე, თავის შვილებზე, თავის მომავალზე.
ის ფიქრობდა იმაზე, რომ ლევან მამალაძის იმპერია ინგრეოდა და რომ ის არ შეეძლო გადაერჩინა მას. ის ფიქრობდა იმაზე, რომ ის უნდა გადაერჩინა თავისი თავი. ნინო ამბობს, რომ ნოემბრის 22 დღეს იმ საღამოს, როდესაც ლევან მამალაძე შეკრიბა თავის უახლოეს თანამშრომლებს, ის უკვე იყო გადაწყვეტილი. ის უკვე იყო შეთანხმებული ახალ ხელისუფლებასთან. ის უკვე იყო მზად ღალატისთვის. მაგრამ ის არ უთხრა ამას ლევან მამალაძეს. ის უბრალოდ იჯდა იმ შეხვედრაზე, უსმენდა ლევან მამალაძის სიტყვებს, უყურებდა მის შეშინებულ სახეს და ფიქრობდა, რომ ეს იყო ბოლო დრო, როდესაც ის ხედავდა ამ ადამიანს. ნინო იხსენებს, რომ როდესაც ლევან მამალაძე ესაუბრებოდა თავის გეგმებზე გაქცევის შესახებ, როდესაც ის ესაუბრებოდა თავის არქივზე, თავის სადაზღვევო პოლისზე, ნინო ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი იყო უსარგებლო. ის ფიქრობდა, რომ ლევან მამალაძე იყო დამარცხებული ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა რაღაც, რაც უკვე დაკარგული იყო. ნინო ამბობს, რომ ნოემბრის 23 დღეს, როდესაც ლევან მამალაძე გაიქცა, ის დაუკავშირდა ახალ ხელისუფლებას და მისცა მათ ყველა ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა. ის უთხრა მათ ლევან მამალაძის ბანკის ანგარიშების შესახებ, ანგარიშები, რომლებიც იყო მოსკოვში, ციურიხში, ლონდონში. ის უთხრა მათ ლევან მამალაძის ქონების შესახებ, სახლები, მიწები, ბიზნესები, რომლებიც იყო რეგისტრირებული სხვადასხვა ადამიანების სახელებზე. ის უთხრა მათ ლევან მამალაძის კონტაქტების შესახებ, ადამიანები რუსეთში, ადამიანები ევროპაში, ადამიანები, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას გაქცევაში. ნინო ამბობს, რომ ის მისცა მათ ყველაფერი, რაც მას ჰქონდა, იმედით, რომ ეს გადაარჩენდა მას. მაგრამ ნინო ამბობს კიდევ რაღაც, რაც ბევრად უფრო საინტერესოა. ის ამბობს, რომ ის არ იყო ერთადერთი, ვინც ღალატის ჩადო. ის ამბობს, რომ იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იციან ყველაფერი ლევან მამალაძის შესახებ, თითქმის ყველამ ღალატის ჩადო. ზოგიერთი მათგანი გადავიდა ახალი ხელისუფლების მხარეს ნოემბრის 23 დღეს. ზოგიერთი მათგანი გადავიდა რამდენიმე დღის შემდეგ. ზოგიერთი მათგანი გადავიდა რამდენიმე კვირის შემდეგ. მაგრამ საბოლოოდ თითქმის ყველამ გააკეთა იგივე არჩევანი, ისინი აირჩიეს თავიანთი გადარჩენა ლევან მამალაძის ერთგულების ნაცვლად. ნინო ამბობს, რომ ეს იყო ბუნებრივი, ეს იყო ინსტინქტი გადარჩენისა. ის ამბობს, რომ ლევან მამალაძე იყო დამარცხებული ადამიანი და რომ არავინ არ აპირებდა დაეღუპა მასთან ერთად. ნინო ამბობს, რომ ის ცხოვრობს ამ ღალატით ყოველ დღე. ის ამბობს, რომ ის ხშირად ფიქრობს იმაზე, რა მოხდებოდა, თუ ის დარჩებოდა ერთგული. ის ამბობს, რომ ის ხშირად ფიქრობს იმაზე, სად არის ახლა ლევან მამალაძე და რას ფიქრობს ის მის შესახებ. ის ამბობს, რომ ის ხშირად ფიქრობს იმაზე, რა არის იმ ცნობილ არქივში, რომელიც ლევან მამალაძემ წაიღო თან. ის ამბობს, რომ ის ეშინია, რომ ერთ დღეს ლევან მამალაძე დაბრუნდება და გამოიყენებს ამ არქივს შურისძიებისთვის. ის ამბობს, რომ ის ეშინია, რომ ერთ დღეს ყველა ის საიდუმლოება, რომელიც ინახება ამ არქივში, გახდება საჯარო და რომ მაშინ ყველანი გაიგებენ, ვინ ღალატის ჩადა და ვინ დარჩა ერთგული. მაგრამ ყველაზე მეტად ის ეშინია იმისა, რომ ერთ დღეს ის თვითონ აღმოჩნდება იმ სიაში, იმ ცნობილ სიაში 12 სახელით, რომელიც იპოვეს ცარიელ რეზიდენციაში. ის ეშინია, რომ მისი სახელი იყო იმ სიაში და რომ ლევან მამალაძე იცოდა, რომ ის ღალატს ჩადიოდა. ის ეშინია, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებზეც ლევან მამალაძემ დაწერა, ისინი იციან ყველაფერი. და ახლა 25 წლის შემდეგ ის ჯერ კიდევ ელოდება იმ დღეს, როდესაც ეს ჭეშმარიტება გახდება ცნობილი. პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ლევან მამალაძის პირად უსაფრთხოებაზე 2003 წელს, თანახმა გახდა ესაუბრა კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს რეჟიმის ბოლო საათების შესახებ, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. პირადი საუბრებიდან ლევანსა და მის გარემოცვას შორის სასოწარკვეთილ გაქცევის გეგმებამდე იმ მომენტამდე, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა. ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სულს ჩაგიკრავთ. ამ ადამიანს ჰქვია რევაზი, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, რადგან ის ჯერ კიდევ ეშინია შურისძიებისა. ის იყო ლევან მამალაძის პირადი დაცვის ჯგუფის წევრი 2001 წლიდან 2003 წლამდე და ის იყო ერთ-ერთი იმ ორი ადამიანიდან, რომლებიც თან ახლდნენ მას იმ ღამეს, როდესაც ის გაიქცა ჩრდილოეთისკენ. რევაზი იხსენებს, რომ ნოემბრის 23 დღეს, ღამის 1 საათზე, ლევან მამალაძე გამოვიდა თავისი კაბინეტიდან და უთხრა მათ, რომ დროა წასვლის. ის ატარებდა მუქი ფერის კოსტიუმს, რომელიც არ იყო მისი ჩვეულებრივი ელეგანტური სტილი, ეს იყო უბრალოდ ჩვეულებრივი კოსტიუმი, რომელშიც ის შეიძლებოდა არ გამოირჩეოდა ბრბოში. მას ჰქონდა ორი დიდი ჩემოდანი და ერთი შავი პორტფელი, რომელსაც ის ინახავდა თავის ხელში და არასოდეს არ უშვებდა.
რევაზი იცოდა, რომ ამ პორტფელში იყო ის ცნობილი არქივი, დოკუმენტები, ჩანაწერები, ფოტოები, რომლებიც შეიცავდნენ ყველა საიდუმლოებას 10 წლის განმავლობაში. ლევან მამალაძე უთხრა მათ, რომ ისინი წავიდოდნენ ჩრდილოეთისკენ, საზღვრისკენ, რუსეთისკენ. ის უთხრა მათ, რომ მას ჰქონდა კონტაქტები, რომლებიც დაეხმარებოდნენ მათ საზღვრის გადაკვეთაში. ის უთხრა მათ, რომ ყველაფერი იყო მოწყობილი და რომ მათ მხოლოდ უნდა მიაღწიათ საზღვრამდე. რევაზი იხსენებს, რომ გზაში, როდესაც ისინი მიდიოდნენ ჩრდილოეთისკენ, ლევან მამალაძე იყო უჩვეულოდ ჩუმი. ის უყურებდა ფანჯარას, უყურებდა ქუჩებს, რომლებიც გადიოდნენ, უყურებდა ქალაქს, რომელიც წინავდა, არ იცოდა, რომ მისი იმპერატორი გაქცეულიყო. რევაზი ჰკითხა მას, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. ლევან მამალაძემ უპასუხა, რევაზ, შენ იცი რა არის ამ პორტფელში? რევაზმა თქვა, რომ ის იცოდა, რომ იქ იყო დოკუმენტები, რომლებიც შეეძლო გაენადგურებინა ბევრი ადამიანი. ლევან მამალაძემ თქვა, არა, შენ არ იცი. შენ იცი მხოლოდ ნაწილი. ამ პორტფელში არის არა მხოლოდ დოკუმენტები. ამ პორტფელში არის ჩანაწერები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები საუბრებისა, რომლებიც ხდებოდა ჩემს კაბინეტში 10 წლის განმავლობაში. ამ ჩანაწერებში ისმის ხმები ადამიანებისა, რომლებიც ახლა არიან ძალაუფლებაში. ამ ჩანაწერებში ისმის საუბრები ფულის შესახებ, ძალაუფლების შესახებ, ხალატის შესახებ. ამ ჩანაწერებში არის ყველაფერი, რაც მე ვიცი იმ ეპოქის შესახებ. და ეს არის ჩემი სადაზღვევო პოლისი, სანამ ეს ჩანაწერები არსებობს, არავინ შეეხება მე. რევაზი იხსენებს, რომ ლევან მამალაძე შემდეგ თქვა რაღაც, რაც მან არასოდეს დაივიწყა. ის თქვა, რევაზ, თუ რაიმე მოხდება ჩემთან, თუ ისინი მოკლავენ მე, შენ უნდა წაიღო ეს პორტფელი და მიაწოდო ის ადამიანს, რომლის სახელი დაწერილია ამ ქაღალდზე. ის გამოიღო პატარა ქაღალდის ფურცელი და მისცა რევაზს. რევაზმა წაიკითხა სახელი, ეს იყო სახელი ადამიანისა, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში, ადამიანისა, რომელსაც ლევან მამალაძე ენდობოდა. ლევან მამალაძემ თქვა, ეს ადამიანი იცის, რა უნდა გააკეთოს ამ ჩანაწერებით. ეს ადამიანი იცის, როგორ გამოიყენოს ისინი ჩემი შურისძიებისთვის. ეს ადამიანი იცის, როგორ გააკეთოს ისე, რომ ყველამ გაიგოს, ვინ ღალატის ჩადო და ვინ დარჩა ერთგული. რევაზი შეინახა ეს ქაღალდი თავის ჯიბეში და დახპირდა, რომ თუ რაიმე მოხდებოდა, ის შეასრულებდა ამ დავალებას. რევაზი იხსენებს, რომ ისინი მიაღწიეს საზღვარს გამთენისას, ნოემბრის 24 დღეს. იქ მათ ელოდა ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა იმ კონტაქტებს, რომლებიც ლევან მამალაძეს ჰქონდა რუსეთში. ეს ადამიანი არ წარმოადგინა თავი. ის უბრალოდ თქვა, მიყევით. ისინი გადაკვეთეს საზღვარი არაოფიციალური საბაჟო პუნქტის გავლით, არამედ საიდუმლო გზით, რომელიც გადიოდა მთებში, გზით, რომელსაც იყენებდნენ კონტრაბანდისტები და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გაქცევას. რევაზი იხსენებს, რომ როდესაც ისინი გადაკვეთეს საზღვარს და აღმოჩნდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, ლევან მამალაძე პირველად ამოიოხრა. ის თქვა, ახლა ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ახლა ისინი ვერ მიაღწევენ ჩვენ. მაგრამ რევაზი ხედავდა მის თვალებში, რომ ეს არ იყო ნამდვილი შვება. ეს იყო მხოლოდ დროებითი შვება ადამიანისა, რომელმაც იცოდა, რომ მისი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. რევაზი ამბობს, რომ ლევან მამალაძე ცხოვრობდა მოსკოვში რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ გადავიდა ლუგანსკში, უკრაინაში, სადაც ის ცხოვრობდა 2004 წლიდან 2014 წლამდე. რევაზი ამბობს, რომ ლევან მამალაძე არასოდეს არ დაბრუნდა საქართველოში იმ წლების განმავლობაში, ის ეშინოდა, რომ თუ ის დაბრუნდებოდა, ის დაპატიმრებულიყო და დასჯილიყო. მაგრამ რევაზი ამბობს კიდევ რაღაც, რაც ბევრად უფრო საინტერესოა. ის ამბობს, რომ ლევან მამალაძე არასოდეს არ გამოიყენა თავისი არქივი, ის არასოდეს არ გამოაქვეყნა ის ჩანაწერები, რომლებიც შეეძლო გაენადგურებინა ბევრი ადამიანი საქართველოში. რატომ? რატომ არ გამოიყენა ის თავისი ყველაზე ძლიერი იარაღი? რევაზს აქვს თავისი თეორია. ის ამბობს, რომ ლევან მამალაძე იცოდა, რომ თუ ის გამოაქვეყნებდა ამ ჩანაწერებს, ის გახდებოდა სამიზნე არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ ბევრი სხვა ძალებისთვისაც, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებულები ამ საიდუმლოებების გამჟღავნებაში. ის ამბობს, რომ ლევან მამალაძე აირჩია სიჩუმე, რომელიც იყო მისი გადარჩენის ფასი. ლევან მამალაძის პირად სეიფში იპოვეს სია, დაწერილი ხელით. ეს არ იყო სასყიდლების სია, არამედ განადგურების სია. 15 სახელი გენერლებისა და მახლობელი ადამიანებისა, რომლებიც უნდა აღმოეპყრათ დღესასწაულების შემდეგ. ეს ქაღალდის ნაწილი ყველაფერს ხსნის. როდესაც გენერლებმა დაინახეს ეს სია, მათ მიხვდნენ, ან ის, ან ჩვენ.
იყო მათი ღალატი ერთგულების აქტი თუ უბრალოდ სასოწარკვეთილი ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს არის ისტორია იმ სიის შესახებ, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ეს არის ისტორია იმ მომენტის შესახებ, როდესაც ლევან მამალაძის უახლოესმა ადამიანებმა მიხვდნენ, რომ ისინი არ იყვნენ მისი თანამშრომლები, ისინი იყვნენ მისი მსხვერპლნი. სოფიო, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებმაც იპოვეს ეს სია ლევან მამალაძის რეზიდენციაში ნოემბრის 24 დღეს, ერთი დღის შემდეგ, რაც ის გაიქცა. სოფიო იყო ლევან მამალაძის პირადი ასისტენტი 2001 წლიდან 2003 წლამდე და ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა მის პირად სეიფზე. სოფიო იხსენებს, რომ როდესაც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები შევიდნენ რეზიდენციაში და დაიწყეს ძებნა, ისინი იპოვეს 3 სეიფი, 2 მათგანი იყო ცარიელი, მაგრამ მესამე სეიფი იყო ღია და შიგნით იყო ერთი ფურცელი ქაღალდი. სოფიო იყო პირველი, ვინც წაიკითხა ეს ქაღალდი და ის, რაც ის დაინახა, შეაშფოთა მას. სოფიო ამბობს, რომ ამ ქაღალდზე იყო ჩამოთვლილი 15 სახელები ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ლევან მამალაძის უახლოესი თანამშრომლები, მისი გენერლები, მისი მრჩევლები, მისი დაცვის ჯგუფის წევრები. ამ სიის ზემოთ იყო დაწერილი ერთი წინადადება, განადგურების სია, შესასრულებლად 2004 წლის იანვრამდე. სოფიო ამბობს, რომ ის არ მიხვდა თავიდან, რას ნიშნავდა ეს. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო რაღაც სახის ადმინისტრაციული დოკუმენტი. მაგრამ როდესაც ის უფრო ყურადღებით წაიკითხა, ის მიხვდა, რომ ეს არ იყო უბრალო სია. ეს იყო სია ადამიანებისა, რომლებიც ლევან მამალაძე აპირებდა აღმოეფხვრა, ეს იყო ევფემიზმი, რომელიც ნიშნავდა ფიზიკურ განადგურებას. სოფიო იხსენებს, რომ როდესაც ის აჩვენა ეს სია ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინი იყვნენ შოკირებულები. ისინი არ მოელოდნენ, რომ ლევან მამალაძე აპირებდა თავისი საკუთარი ადამიანების მოკლას. ისინი არ მოელოდნენ, რომ ის იყო იმდენად პარანოიული, იმდენად შეშინებული, იმდენად სასტიკი. მაგრამ სოფიო ამბობს, რომ ეს სია ხსნის ყველაფერს. ის ხსნის, რატომ ლევან მამალაძის უახლოესმა ადამიანებმა ღალატის ჩადეს. ის ხსნის, რატომ ისინი გადავიდნენ ახალი ხელისუფლების მხარეს. ის ხსნის, რატომ ისინი აირჩიეს თავიანთი გადარჩენა ლევან მამალაძის ერთგულების ნაცვლად. სოფიო ამბობს, რომ ამ სიაში იყო სახელები ადამიანებისა, რომლებიც იციან ძალიან ბევრი, ადამიანები, რომლებიც იციან ყველა საიდუმლოება, ყველა ფინანსური ოპერაცია, ყველა საიდუმლო შეთანხმება. ლევან მამალაძე აპირებდა მათ მოკლას, რადგან ის ეშინოდა, რომ ისინი გამოიყენებდნენ ამ ინფორმაციას მის წინააღმდეგ. სოფიო ამბობს, რომ ამ სიაში იყო კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. სიის ბოლოს იყო დაწერილი ერთი წინადადება წითელი კალმით, ისინი იციან ყველაფერი. სოფიო ამბობს, რომ ეს წინადადება იყო გაფრთხილება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იპოვიდნენ ამ სიას. ეს იყო გაფრთხილება იმისა, რომ ამ სიაში ჩამოთვლილი ადამიანები იციან ყველა საიდუმლოება და რომ თუ ისინი ესაუბრებოდნენ, ისინი შეეძლოთ გაენადგურებინათ ბევრი ადამიანი. სოფიო ამბობს, რომ ეს სია იყო ლევან მამალაძის ბოლო მცდელობა კონტროლისთვის, ბოლო მცდელობა იმისა, რომ შეეშინებინა თავისი ადამიანები და აეძულებინა ისინი ჩუმად ყოფილიყვნენ. მაგრამ ეს არ იმუშავა. როდესაც ამ სიაში ჩამოთვლილმა ადამიანებმა გაიგეს, რომ ლევან მამალაძე აპირებდა მათ მოკლას, ისინი გადაწყვიტეს, რომ ისინი უნდა გადარჩენილიყვნენ ნებისმიერი ფასით. სოფიო იხსენებს, რომ ამ სიაში იყო ერთი სახელი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ეს იყო სახელი ადამიანისა, რომელიც იყო ლევან მამალაძის უახლოესი მრჩეველი, ადამიანისა, რომელსაც ლევან მამალაძე ენდობოდა ყველაზე მეტად. სოფიო არ ამბობს ამ ადამიანის სახელს, მაგრამ ის ამბობს, რომ ეს ადამიანი იყო პირველი, ვინც ღალატის ჩადო. ის ამბობს, რომ ეს ადამიანი იყო ის, ვინც დაუკავშირდა ახალ ხელისუფლებას ნოემბრის შუა რიცხვებში და შესთავაზა მათ ინფორმაცია ლევან მამალაძის შესახებ. ის ამბობს, რომ ეს ადამიანი იყო ის, ვინც გაუმხილა ახალ ხელისუფლებას ლევან მამალაძის გეგმები გაქცევის შესახებ, მისი ფინანსური ოპერაციები, მისი საიდუმლო კონტაქტები. ის ამბობს, რომ ეს ადამიანი იყო ის, ვინც დაეხმარა ახალ ხელისუფლებას ლევან მამალაძის იმპერიის განადგურებაში. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანი დღესაც ცოცხალია და ცხოვრობს საქართველოში, წარმატებული ბიზნესმენის სახით, რომელსაც არავინ ეჭვობს მის წარსულში. სოფიო ამბობს, რომ ეს ადამიანი არასოდეს არ დასჯილა თავისი ღალატისთვის. ის ამბობს, რომ ეს ადამიანი გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი ახალ საქართველოში, რომელსაც აქვს კავშირები ხელისუფლებასთან და რომელიც აგრძელებს თავისი ბიზნესის განვითარებას. ის ამბობს, რომ ეს ადამიანი არასოდეს არ ესაუბრა საჯაროდ თავის როლზე ლევან მამალაძის დაცემაში.
ის ამბობს, რომ ეს ადამიანი ცხოვრობს ჩუმად, ინახავს თავის საიდუმლოებებს და ელოდება იმ დღეს, როდესაც ლევან მამალაძე შეიძლება დაბრუნდეს და გამოიყენოს თავისი არქივი შურისძიებისთვის. მაგრამ სოფიო ამბობს, რომ ეს დღე არასოდეს არ მოვა. ის ამბობს, რომ ლევან მამალაძე დაირჩია სიჩუმე და რომ ის არასოდეს არ გამოიყენებს თავის არქივს, რადგან ის იცის, რომ ეს იქნება მისი სასიკვდილო განაჩენი. ლევან მამალაძის სასახლის ქვეშ არსებობდა გვირაბები და ბუნკერები, რომლებსაც დღესაც კი არ იცნობენ ოფიციალური არქიტექტორები. ვინ ააშენა ისინი საიდუმლოდ? სად მიდიოდნენ ეს გვირაბები? და რატომ რეჟიმის ბოლო დღეებში ლევან მამალაძე პირადად ამოწმებდა ამ გაქცევის მარშრუტებს ყოველ ღამე? პირადმა დაცვამ შეინარჩუნა ეს საიდუმლოებები 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ დღეს ისინი საუბრობენ პირველად. ეს არის ისტორია იმ დამალული სამყაროს შესახებ, რომელიც არსებობდა ქვემო ქართლის გუბერნატორის ფეხქვეშ, სამყარო, რომელიც აშენებული იყო შიშზე, პარანოიაზე და გადარჩენის ინსტინქტზე. ეს არის ისტორია იმ გვირაბების შესახებ, რომლებმაც უნდა გადაერჩინათ ლევან მამალაძე და მისი ოჯახი, მაგრამ რომლებიც საბოლოოდ გახდნენ მხოლოდ ძეგლი ერთი იმპერიის დაცემისა. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთი ადამიანის გაქცევამ დატოვა უზარმაზარი ვაკუუმი ძალაუფლებაში, ვაკუუმი, რომელიც შეავსო ახალმა ხელისუფლებამ და რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია სამუდამოდ. დავით, ეს არ არის მისი ნამდვილი სახელი, იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც დარჩნენ ლევან მამალაძის რეზიდენციაში იმ ღამეს, როდესაც ის გაიქცა. დავითი იყო ლევან მამალაძის ადმინისტრაციული მენეჯერი და ის იყო პასუხისმგებელი რეზიდენციის ყოველდღიურ მართვაზე. დავითი იხსენებს, რომ ნოემბრის 23 დღის ღამეს, როდესაც ლევან მამალაძე გაიქცა, რეზიდენცია გახდა მოჩვენების სახლი. ყველა ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ იქ, ყველა ის დაცვის თანამშრომლები, ყველა ის მსახურები, ყველანი გაიქცნენ. ისინი გაიქცნენ, რადგან ისინი იციან, რომ ახალი ხელისუფლება მოვიდოდა და რომ ისინი შეიძლება დაპატიმრებულიყვნენ როგორც ლევან მამალაძის თანამშრომლები. დავითი იხსენებს, რომ ის დარჩა რეზიდენციაში იმ ღამეს, რადგან ის არ იცოდა, სად წასულიყო. ის დადიოდა ცარიელ დერეფნებში, უყურებდა ცარიელ ოთახებს, უყურებდა ყველა იმ ფუფუნებას, რომელიც ახლა იყო მიტოვებული. ის დადიოდა ლევან მამალაძის კაბინეტში და ხედავდა, როგორ იყო ყველაფერი დატოვებული ჩქარობით, გახსნილი საქაღალდეები, დაწვრილებული ქაღალდები, ცარიელი სეიფები. ის დადიოდა ბიბლიოთეკაში და ხედავდა, როგორ იყო წიგნები დატოვებული ღია, თითქოს ვიღაც კითხულობდა მათ და უეცრად გაიქცა. ის დადიოდა საძინებელში და ხედავდა, როგორ იყო ტანსაცმელი დატოვებული გარდერობში, თითქოს ვიღაც აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ არასოდეს არ დაბრუნდა. დავითი იხსენებს, რომ ნოემბრის 24 დღის დილას, როდესაც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები შევიდნენ რეზიდენციაში, ისინი იპოვეს მას იქ მარტო ცარიელ სასახლეში. ისინი ჰკითხეს მას, სად იყო ლევან მამალაძე. დავითმა უთხრა მათ, რომ ის გაიქცა ღამით, რომ ის წაიღო თან 2 ჩემოდანი და 1 პორტფელი, რომ ის წავიდა ჩრდილოეთისკენ. ისინი ჰკითხეს მას, რა იყო იმ ჩემოდნებში და იმ პორტფელში. დავითმა უთხრა მათ, რომ ის არ იცოდა ზუსტად, მაგრამ ის ისმენდა ხმებს იმის შესახებ, რომ ლევან მამალაძეს ჰქონდა არქივი, რომ ამ არქივში იყო დოკუმენტები და ჩანაწერები, რომლებიც შეიცავდნენ ყველა საიდუმლოებას 10 წლის განმავლობაში. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ჰკითხეს მას, სად იყო ეს არქივი ახლა. დავითმა უთხრა მათ, რომ ის არ იცოდა, ის იცოდა მხოლოდ ის, რომ ლევან მამალაძე წაიღო ისთან, როდესაც გაიქცა. დავითი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლება ძალიან დაინტერესდა ამ არქივით. ისინი დაიწყეს ძებნა, ისინი ეძებდნენ ლევან მამალაძეს, ისინი ეძებდნენ მის არქივს, ისინი ეძებდნენ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც შეიძლება იცოდნენ რაიმე ამ არქივის შესახებ. მაგრამ ისინი ვერასოდეს ვერ იპოვეს ეს არქივი. ლევან მამალაძე გაქრა რუსეთში, შემდეგ უკრაინაში და მისი არქივი გაქრა მასთან ერთად. დავითი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლება ცდილობდა მოეძებნა ლევან მამალაძე 10 წლის განმავლობაში, ისინი აცხადებდნენ მას საერთაშორისო ძებნაში, ისინი ცდილობდნენ მისი ექსტრადიციას, ისინი ცდილობდნენ მისი დაპატიმრებას. მაგრამ ლევან მამალაძე იყო დაცული რუსეთის მიერ, დაცული თავისი არქივით, დაცული თავისი ჩუმით. დავითი ამბობს, რომ 2012 წელს, როდესაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, ლევან მამალაძე დაბრუნდა საქართველოში. ის დაბრუნდა არა როგორც დამნაშავე, არამედ როგორც პოლიტიკური ფიგურა, რომელიც აპირებდა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას. დავითი ამბობს, რომ ლევან მამალაძე დაბრუნდა, მაგრამ ის არასოდეს არ ესაუბრა საჯაროდ თავის არქივზე. ის არასოდეს არ გამოაქვეყნა ის ჩანაწერები, რომლებიც შეეძლო გაენადგურებინა ბევრი ადამიანი. ის არასოდეს არ გამოიყენა თავისი ყველაზე ძლიერი იარაღი. რატომ? დავითს აქვს თავისი თეორია.
ის ამბობს, რომ ლევან მამალაძე მიხვდა, რომ მისი არქივი იყო მისი სადაზღვევო პოლისი მხოლოდ მანამ, სანამ ის იყო საიდუმლო. თუ ის გამოაქვეყნებდა ამ ჩანაწერებს, ის დაკარგავდა თავის ძალას. ის გახდებოდა სამიზნე. ის გახდებოდა მოწყვლადი. ამიტომ ის აირჩია სიჩუმე, რომელიც იყო მისი გადარჩენის ფასი. ლევან მამალაძის გაქცევის შემდეგ საქართველო შევიდა ახალ ეპოქაში. ის ეპოქა, რომელიც იყო აშენებული ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაზე, ის ეპოქა, რომელიც იყო აშენებული ძველ კავშირებზე, ძველ სისტემაზე, ძველ წესებზე, ეს ეპოქა დასრულდა. ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვიდა 2003 წელს, დაიწყო რეფორმები, რომლებიც აპირებდნენ საქართველოს გარდაქმნას, რომლებიც აპირებდნენ ძველი სისტემის განადგურებას, რომლებიც აპირებდნენ ახალი საქართველოს შექმნას. მაგრამ ეს რეფორმები არ იყო ადვილი. ისინი იყო ტკივილიანი, ისინი იყო სადავო, ისინი იყო ხშირად სასტიკი. ლევან მამალაძის ყოფილი თანამშრომლები, ის 12 ადამიანი, რომლებიც იციან ყველაფერი, გაიყვნენ ორ ჯგუფად. ზოგიერთი მათგანი გადავიდა ახალი ხელისუფლების მხარეს და გახდნენ წარმატებული ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, საჯარო ფიგურები. ისინი დაივიწყეს თავიანთი წარსული, დაივიწყეს თავიანთი ღალატი, დაივიწყეს თავიანთი როლი ლევან მამალაძის იმპერიის დაცემაში. ზოგიერთი მათგანი დარჩა ერთგული ლევან მამალაძისადმი და გაქრნენ, ისინი გაიქცნენ რუსეთში, უკრაინაში, სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ ჩუმად, ინახავენ თავიანთ საიდუმლოებებს და ელოდებიან იმ დღეს, როდესაც ლევან მამალაძე შეიძლება დაბრუნდეს და გამოიყენოს თავისი არქივი შურისძიებისთვის. ლევან მამალაძე თვითონ ცხოვრობდა რუსეთში და უკრაინაში 10 წლის განმავლობაში. ის ცხოვრობდა ჩუმად, თავიდან აცილებდა საჯარო გამოსვლებს, თავიდან აცილებდა მედიას. ის ცხოვრობდა თავისი არქივით, ის არქივი, რომელიც იყო მისი სადაზღვევო პოლისი, მისი ძალა, მისი შურისძიება. მაგრამ ის არასოდეს არ გამოიყენა ეს არქივი. ის არასოდეს არ გამოაქვეყნა ის ჩანაწერები, რომლებიც შეეძლო გაენადგურებინა ბევრი ადამიანი საქართველოში. ის აირჩია სიჩუმე, რომელიც იყო მისი გადარჩენის ფასი. 2012 წელს, როდესაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, ლევან მამალაძე დაბრუნდა. ის დაბრუნდა არა როგორც დამნაშავე, არამედ როგორც პოლიტიკური ფიგურა. ის შექმნა პოლიტიკურ გაერთიანებას, ხალხის ხელისუფლება და დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერის აღდგენა. მაგრამ ის არასოდეს არ ესაუბრა საჯაროდ თავის არქივზე. ის არასოდეს არ ესაუბრა საჯაროდ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ის იცის. მაგრამ კითხვები რჩება. რა არის იმ არქივში? რა საიდუმლოებები ინახება იმ დოკუმენტებში და ჩანაწერებში, რომლებიც ლევან მამალაძემ წაიღო თან ნოემბრის 23 დღეს, 2003 წელს? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებზეც საუბრობს ეს ჩანაწერები? რა საუბრები ისმის იმ აუდიო ფაილებში? რა სცენები ჩანს იმ ვიდეო მასალებში? და ყველაზე მთავარი, რატომ ლევან მამალაძე არასოდეს არ გამოიყენა ეს არქივი? რატომ ის აირჩია სიჩუმე? რატომ ის დაივიწყა თავისი შურისძიება? შესაძლოა, პასუხი მარტივია. შესაძლოა, ლევან მამალაძე მიხვდა, რომ მისი არქივი იყო მისი ძალა მხოლოდ მანამ, სანამ ის იყო საიდუმლო. შესაძლოა, ის მიხვდა, რომ თუ ის გამოაქვეყნებდა ამ ჩანაწერებს, ის დაკარგავდა თავის ძალას და გახდებოდა სამიზნე. შესაძლოა, ის მიხვდა, რომ სიჩუმე იყო მისი გადარჩენის ერთადერთი გზა. ან შესაძლოა რაღაც სხვა. შესაძლოა, ლევან მამალაძე მიხვდა, რომ ის ეპოქა, რომელშიც ის იყო იმპერატორი, უკვე დასრულდა. შესაძლოა, ის მიხვდა, რომ ახალი საქართველო არ იყო ადგილი მისთვის. შესაძლოა, ის მიხვდა, რომ მისი დრო გავიდა და რომ ის უნდა დაეთმო თავისი შურისძიება თავისი გადარჩენისთვის. ჩვენ არასოდეს არ გავიგებთ ჭეშმარიტ პასუხს. ჩვენ არასოდეს არ გავიგებთ, რა არის იმ არქივში. ჩვენ არასოდეს არ გავიგებთ, რატომ ლევან მამალაძე აირჩია სიჩუმე. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამ, ჩვენ ვიცით, რომ ლევან მამალაძის ისტორია არის ისტორია ძალაუფლების, ღალატის, გადარჩენის შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთი ადამიანი, რომელიც იყო იმპერატორი, გახდა ემიგრანტი. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთი ადამიანის გაქცევამ შეცვალა მთელი ქვეყნის ბედი. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ საიდუმლოებები, რომლებიც ინახება ერთ პორტფელში, შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი არმია, ნებისმიერი ფული, ნებისმიერი ძალაუფლება. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ ლევან მამალაძე. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჭეშმარიტება ისტორიის იდოლების შესახებ.